მოგესალმებით მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დასრულებული პროექტი. ეს პროექტი დავიწყე სადღაც წელიწადი თუ წელიწადზე ნახევრის წინ, არ ვიტყვი რომ ყოველ დღე ვმუშაობდი, მაგრამ ვავითარებდი. მაშინ იყო პირველი დაწყებითი ვერსიები, ახლა არის 26 ვერსია. მოკლედ აპარატურული ჰარდვერის შესახებ ასე ვთქვათ. მონიტორს იცით რაც არის, Arduino, ოპტოწყვილის მოდული, ოპტომოდული, კომუტატორი, მატრიცული კლავიატურა, ფენი, სადემონსტრაციო ფენი და ახლა განახებთ როგორ მართავთ ამ ფენს PWM სიგნალის, ამ ციფრული სიგნალის საშუალებით. ეს კომუტატორი აღებული მაქვს, იმიტომ რომ ამ ფენისთვის საკმაოდ საკმარისია და შემდგომში ეს ყველაფერი მუშაობს მანქანის გაგრილების სისტემაში. ეს არის Mercedes-ის კომუტატორი და აი ამ Mercedes-ის კომუტატორს შემდგომ ვიდეოებში უკვე დიდ ფენს, Mercedes-ის ფენს ვმართავთ აი ამ ყველაფერი სისტემის და პროგრამების საშუალებით. მოკლედ გაგაცნობთ მენიუს. ამას აქვს მენიუ, რომლის საშუალებითაც თქვენ ცვლით პარამეტრებს თქვენი სურვილის მიხედვით ელექტრონიკას და შეექმნება პროგრამას შეექმნება უკვე წარმოდგენა რასელით მისგან და ზუსტად იმ პარამეტრებში, იმ მონაცემებში იმუშავება ჩართავს ფენს და გააგრილებს თქვენს მოტორს. მოდი გავიაროთ მენიუ. შევიდეთ მენიუში და დავდგეთ პირველში. ეს პირველი შეკითხვა. პირველი შეკითხვა რა ტემპერატურაზე ჩაირთოს მოტორი, ანუ ფენი. ფენს ვიხმარ მოტორი და ფენი. რა ტემპერატურაზე ჩაირთოს ფენი? წერია 75 გრადუსი. ეს იცვლება რა თქმა უნდა, აქეთაც. მის მიხედვით გვაქვს 20 გრადუსიდან 90 გრადუსამდე. 20 გრადუსი რავი, დაბალ ტემპერატურაზე სატესტოდ მივეცი. მაინც დაშვება. მეორე შეკითხვა. რა შეიძლება მაქსიმალური ტემპერატურა იყოს მოტორის? ანუ 100 გრადუსი მივეცი. სისტემას სჭირდება მინიმუმი და მაქსიმუმი ტემპერატურები იმისთვის, რომ მინიმუმი და მაქსიმუმი სიჩქარეები შეუსაბამოს ამ ტემპერატურას. და აი ეს სიჩქარის სპექტრი გაჭიმოს აი იმ ტემპერატურულ შუალედზე, რომელსაც თქვენ მიუთითებთ. მესამე შეკითხვა. მინიმალური ბრუნები მოტორის, მინიმალური სიჩქარე. ასე ბრუნავს, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო დავაკლოთ, მაგრამ მე მგონი გაითიშება. ყველა მოტორს აქვს მინიმალური შესაძლებლობა, იმის ქვემოთ კი ვეღარ მუშაობს. და ახლა მოუმატოთ ისევე 17-ზე ჩამოვიდა, მოუმატოთ 20-ზე დაიწურება ისევე. ეს მივცეთ როგორც მისი მინიმალური ტემპერატურა. შემდეგი პირველი ნაწილის მეოთხე შეკითხვა. კონდიციონერის ჩართვის დროს რა ბრუნებზე უნდა ჩართოს ფენი? შეგიძლიათ აირჩიოთ ჰაერის ნაკადის მიხედვით, შეხედულებით, სმენით და მისცეთ შესაბამისი სიჩქარე. და ფენის მაქსიმალური ტემპერატურა. მაქსიმალური სიჩქარე ავტომატურად პროგრამა შეუსაბამებს მაქსიმალურ ტემპერატურას, მინიმალური სიჩქარე შეუსაბამებს მინიმალურ ტემპერატურას და აი ესე მდორეთ აი ამ ტემპერატურების შუალედში ცვლის ბრუნებს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე. შემდეგი შეკითხვა არის პარამეტრის 1.6. ავტომატური კოლოფის გადახურების შემთხვევაში მაქსიმალურ ბრუნებზე უნდა გავიდეს, რაცა მაქსიმალური გაგრილება კონდეს, რომ გოჭა გაგრილდეს და გოჭამ კიდე გააგრილოს კოლოფი. ამასაც თუ მიუთითებთ, ამ ტემპერატურის თუ კაროკა მიაღწევს ამ ტემპერატურას, შესაბამისად ფენი ჩაირთვება მაქსიმალურ ბრუნებზე. აი ეს არის ამ ვიდეოსთვის დღესაც მინდოდა მეჩვენებინა. შემდეგ ვიდეოებში გაჩვენებთ დანარჩენ ფუნქციებსაც. ახლა თერმოსენსორები არ მაქვს შეერთებული, კი ხედავთ, აგერ გამოვიდეთ მენიუდან, დეაქტივირებული მაქვს. აქტივირებული მაქვს მარტო ძაბვის გაზომვა. შეგვიძლია ესეთ დეაქტივაციაში გავუშვათ. მენიუში გვაქვს პორტების აქტივაცია, დეაქტივაციის საშუალება. აი ესე გავთიშოთ, რაც არ გვჭირდება ზედმეტი რაღაცები.
თუ რამე შეკითხვა გაქვთ დამისვით, შემდგომში ჩვენ უფრო ფართოდ მიმოვიხილავთ, რისი საშუალება აქვს Arduino-ს და ყოველ შემთხვევაში აი ამ სისტემას აბა დროებით.